თქვენი აზრით ოპოზიცია რატო ვერ ჩამოყალიბდა და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? თუ ვერ ჩამოყალიბდა, ალბათ ბოლომდე მასე იქნებიან, ვერ ჩამოყალიბდებიან და ეყრებიან ესე ქუჩაში როგორც ყრიან. ასეთ ეს არ არის ოპოზიცია. ეს არის ქვეყნის მოღალატე ხალხი, სადღაც გარბიან, ვიღაცას ელაპარაკებიან იმის მაგივრად, რომ საკუთარ ხალხს დაელაპარაკონ. ოპოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა ამაზე? ძალიან ცუდი ოპოზიცია და იმიტომაც აი ესე ქუჩაში ივლიან. ოპოზიცია უნდა იყოს ჯანმრთელი და ნორმალური, არა როგორც ეს პარაზიტები. ოპოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? არ არიან კარგი ხალხი და იმიტომ ვერ ჩამოყალიბდა. და რომ მიიღონ მონაწილეობა, აქვს აზრი თქვენი აზრით? ხარდამჭერის მხარდაჭერების მხრივ. რომ მიიღონ არჩევნებში. ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია. მაგას მაინც ჩვენ ხმას. ოპოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? არ ყავთ არც მეთაური და სულელები არიან რა ადამიანები. ოპოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ამაზე? რა ვიცი, იმიტომ რომ ხალხზე არ ფიქრობენ და ფულებს იღებენ. აი რომ გადაწყვიტონ და მიიღონ მონაწილეობა, თქვა, რა შედეგი ექნება ამ მონაწილეობას? მე მგონი არანაირი. ოპოზიცია რატო ვერ ჩამოყალიბდა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში? მაგი ოპოზიცია არ არის. აბა რა არის? თქვენი აზრით რა არის? თვითონ კითხეთ რა არის? ხო უნდა იცოდენ. თქვენი აზრით? არასერიოზული ხალხის და ცოტა ნამუსიც არ აქვთ. და რომ მიიღონ მონაწილეობა, თქვენი აზრით აქვს აზრი ან რამე? არავითარი აზრი არ აქვს მაგათთვის. ოპოზიცია რატომ ვერ ჩამოყალიბდა, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას? იმიტომ რომ აპატიეთ და უწინოები არიან. და რომ გადაწყვეტეს და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. არა, შედეგი? არაფერი. 4-ვე მათგანი რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ახლა ხელახლა აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. იმ იმედით, რომ აღარ გაყალბდება, ანუ თუ ამბობენ, რომ გაყალბდა და არენდობიან ხელისუფლებას, ფიქრობ, რომ არ უნდა მიიღო, როცა ვიღაცას არენდობი, მას აღარც გაყვები არანაირ გზაზე და თუ მიყვებიან, მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, გაყალბებისთვის, წაგებისთვის და ასე შემდეგ. პოლიტიკურად ვერ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ ეროვნულობა აკლიათ. ანუ არ აქვთ ეროვნული თვალსაწიერი, თვალთახედვა. აი რომ გადაწყვიტონ თქვათ და მიიღონ მონაწილეობა, რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს? უშედეგოდ დამთავრდება მათთვის. მე მგონი არ არის ხევების დრო საერთოდ რა, ეხა ესეთი პერიოდია, რომ ალბათ უნდა ჩვენი ზომის ქვეყანა უნდა ცოტა წნარად იყოს რა, მე ესე მგონი. თქვენ აზრით უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიცია? ან რა შედეგი ექნება რომ მიიღონ თქვათ? არანაირი, მე ესე მგონი. ხო, ზოგადად ცუდად იქცევიან. არ მომწონს. ეს მაგათთვის გამოცდა იყო, რომ ეჩვენებინათ, რომ კოალიციურ მთავრობას აქვს პერსპექტივა. რისი იმედიც ჰქონდა. აი ვერ ხედავ კაბინეტები მათთვის არ არსებობს და მაინც ვერ თანხმდებიან, ვერ ხვდებით. ხო, ეს ძალიან ესეთი უარყოფით იმას ახდენს, თქვათ, რიგით ამორჩეველზე, იმიტომ რომ აღარ იცი ვის ენდობის დაუჯერო ვინ არის მართალი, რომ ვერც გვისაბუთებენ, კი გვისაბუთებენ, მაგრამ არ არის დამაჯერებელი. იცით რა არის, თვითონ ეჭვიანები არიან და ყველაფერში ეჭვიებარებად. თვითმმართველობაზე ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ანუ უშედეგო იქნება. ხო, მე ფიქრობ, რომ უშედეგო იქნება.